სპეციალურად დამაჯინეთ ასმატყაბლებს. რამდენჯერ გითხარით ნუ დამაჯინეთ ნურავისთან, იმიტომ რომ არ თვლი რომ ასმატყაბლაძე არის ის ადამიანი, ვისთანაც პოლემიკაში რატო ქალბატონო ქეთი, იმიტომ რომ მე არ შეჭამე ბიუჯეტი თეატრის და არ გამოვიყენე იმაზე ფესტივალისთვის თეატრის ბიუჯეტი და ხარ უთხარით მსახიობებს რომ გაყინულია ხელფასიო მაგიტომ არ გინდა მოისმინოთ უი ასმად და სირცმილია რომ საბუთები არსებობს კონტროლის შენ გადი და შენი ბატონის შალვა სასახლე ნახე თუშეთში აშენებული რომელი ფულით შეიძინა რომელი ფულით შეიძინა სამარცხვინო ადამიანი ხარ სამარცხვინო ადამიანი ყველა მთავრობას ფულს ხო სახლი გამომისყიდეთო შენ გავიწყდება ჩემი სახლი მიზანი არ არის ეს კონფლიქტური სიტუაცია ამჯერად. მობილზე გადა თეატრის მარშრუტში. ან ეხლა შეწყვიტეთ ეს პოლემიკა ამ გავავეთებიდან. არა ჩვენ საზოგადოებრივი პოზიციით მოგიწვიეთ. დაპირეთებში დაგეგმილი პროდუქტები არ ქონდა დებატი. დიდი მადლობა ქალბატონო. ჩემზე უკეთესი ბოდიშს გიხდით და კორექტულად თუ შეიძლება. ჩვენ ბოდიშს გიხდით ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებრივი შეფასებები არჩევნების. თორე ჩემი სახლი დღესაც სასამართლოში. რატო იმიტომ რომ მე არავისთვის არ მithოვია ამ სახლის გამოსყიდვა და სწორედ ფესტივალს შეეწირა ეს სახლი. ამიტომ ენა გააჩერე და იმისთვის რომ მთელი ცხოვრება სიცოცხლე გაუმწარე ოთარ მეღვინე თუ უწეს. აი იმიტომ და ეხლა ქართულოცნებამ გაიმარჯვა და იმიტომ ხარ შენ თქვენ შეგალოცინო შატბერაშვილი გააჩერა ყველაზე ძლიერი წევრი 40000 გაჩნდება ვარგობები ენა გააჩერა გეუბნები ქალბატონო გონიო ვინმე ხარ? შენ არავინ არ ხარ დედაკაცი ხარ შენ არ ვარგი ხარ ადამიანად შენ არ ვარგი ხარ კორექტულად მიმართოთ ერთმანეთს ქალბატონო ქეთი ქალბატონო ქეთი დიდი მადლობა ჩვენი მიზანი ნამდვილად არ იყო ეს პოლემიკა გვინდოდა რომ საზოგადოებრივი შეგეფასებინათ ყველა მთავრობასთან მივიხარ და ცოტა უცნაურ პოლემიკაში გადაიზარდა ეს ამის გაკეთება სახლი გიყოლა ვინ არის ასმატყაბლა შენ ვინახარ შენ ხარ აფერისტკა დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა ხო დარჩეთ ეთერში ჩვენ ცალკე ჩაგთავთ ქალბატონო ქეთი უკაცრავად